დღეს მსოფლიო ოვალური კაბინეტიდან დონალდ ტრამპის მნიშვნელოვან განცხადებას ელოდება. ამ წუთებში ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. მანამდე კი კრემლში პუტინს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპისგან გარკვეული სიგნალები მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის პოზიცია დღეს გვიან ღამით გახდება ცნობილი. მაქვს ინფორმაცია, რომ გომელაურის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე მალე ციხის გზას გაუდგება, აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, სწორედ ბედოიძე კერავდა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების საბრალდებო საქმეებს და ივანიშვილი ახლა მას შეაწმენს ხელს. პროკურატურა გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ახობაძე, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებოდნენ, დღეს სრულად გამართლდა. მტკიცებულებების არარსებობის გამო მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. რუსთავი თბილისის ავტობანზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი და ცემენტმზიდი შეეჯახნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიმდინარეობს გამოძიება.